ეს არის მეათი დღე, რაც გამომშრალ ოკეანეში ვეძებს 7 დიუმიან მეგალოდონის ზვიგენის კბილს მილიონობით წლის წინ. ეს ველი მთლიანად წყლით იყო დაფარული. და მე ვაპირებ ძველი ოკეანის დიუნებში ძებნას, რომ ნახო რა სახის ნაშთებსა და ნამარხებს ვიპოვი. როცა ჩემი მოგზაურობა დავიწყე, პირველი რაც ვიპოვე, იყო ახალშობილი მეგალოდონის ზვიგენის კბილი, ყველაზე დიდი ზვიგენის სახეობა, რომელიც ოდესმე არსებობდა. იმ მეგალოდონის კბილის გვერდით ვიპოვეს სკატის დამცავი ეკალი. ეს არსებები სავსე იყვნენ შხამით და აქ თუკუხმა მიმართული ეკლები. ასე რომ როცა შეგერჭობიან, შხამს შეგიშვენ და გიშვებენ და ეკალის სხეულში გტოვებენ. ეს ალბათ ცხოველს ჰქონდა გაჩხერილი, როცა ის მოკდა და შემდეგ გაქოვდა. შემდეგ შემნიშნე უზარმაზარი ზვიგენის კბილი, რომელიც ზღვის დიუნიდან იყო გამოჩენილი და ელეგანტურად იდგა ქვების გროვაზე. ეს იყო 3 დიუმიანი მეგალოდონის ზვიგენის კბილი. ეს დაახლოებით ნახევარია ზრდასრულ ზომამდე და ასეთი 3 დიუმიანი მეგალოდონის კბილები წარმოუდგენლად იშვიათია. როდესაც ნადირობა გაგრძელდა, კიდევ ერთი ნაკრები, პატარა ზვიგენის კბილები ვიპოვე. ეს კი ეკუთვნოდა კბილებგაჩრულ ზვიგენს. ეს სახეობა დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ გადაშენდა. და ბოლოს ამოვიდე დელფინის გაქვავებული ხერხემალი, რომელიც ჯერ კიდევ სრულად თეთრი იყო.